მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან გეგინეიშვილი. მადლობა მოგზანებისათვის. მადლობა მოწვევისათვის. ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება სიყვარული. ანუ სიყვარულის შესახებ ვისაუბროთ, შეიძლება სხვაგვარად ვთქვათ, განსაზღვროთ სიყვარული უფრო მეტად ალბათ განსაზღვროთ ქრისტიანულ ჭრილში მას, იმიტომ რომ სიყვარულს მცირე შესავალს გავაკეთებ, მრავალმხრივ გამოვლინება აქვს, ანუ მრავალმხრივ ფორმა აქვს, არსებობს სხვადასხვანაირი სიყვარული, შეიძლება ასე ითქვას. და გარდა ამისა, არსებობს სიყვარულის შესახებ სხვადასხვა, თუნდაც რელიგიებში, ან ხალხებში და თუნდაც პიროვნებებში, ან კონკრეტულად ინდივიდებში, თავისებური წარმოდგენა. ანუ შეიძლება თქვენ ეს არის ჩემი პირადი სიმართლე სხვადასხვა სფეროში და მათ შორის სიყვარულთან დაკავშირებითაც, მაგრამ შეიძლება ძალიან შორს იდგეს, ან განსხვავდებოდეს საღვთო სიყვარულისაგან, აი მაგალითად იმ სიყვარულისაგან, რომელსაც მაგალითად მაქსიმე აღსარებელი ძალიან აღმატებულია მისი ესე იგი ნაშრომი სიყვარულთან დაკავშირებით, რასაც გვასწავლის, ან რასაც თუნდაც წმინდა წერილში პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს და ამ სიტყვებს უწოდებენ სიყვარულის ჰიმნსაც, ასე მოიხსენებენ ხოლმე, ძალიან საინტერესო სიტყვებია. და საერთოდ ზოგადად კაცობრიობაში ახალი სიტყვა თქვა მაცხოვარმა, განკაცებულმა ღმერთმა, ეს უკვე მის მიერ ნათქვამი, რომ გიყვარდეთ მტერნი თქვენ, ეს კიდევ ძალიან რთული გასაგებია ადამიანისთვის. აი ძალიან ხშირად ჩდება ხოლმე კითხვა, ყველას გაუგია, რომ ღმერთი არის სიყვარული, ხო? მეტნაკლებად ყოველ შემთხვევაში ყურმოყოლურად მაინც. მერე ჩდება კითხვები, რომ თუ კი ღმერთი სიყვარულია, მაშინ რატომ ხდება ამდენი რაღაცა ადამიანზე, ან მაშინ ეს ბიბლიაში რო ეწერია, რომ ღმერთი ამას ვიღაცას ჭის, აი ეს რას ნიშნავს? ერთის მხრივ ხა იმას თავის განმარტება ყველა მოქმედებას, რა თქმა უნდა, და განიმარტება, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენი წარმოდგენა სიყვარულის შესახებ შეიძლება აბსოლუტურად განსხვავდებოდეს იმ სიყვარულისაგან, რაც ღმერთი არის. რადგან ღმერთი სიყვარულია, ხო, თავისი ესეთი ერთ-ერთი თვისება არის. და როგორც ივანე ღვთისმეტყველი ამბობს, ღმერთი არის სიყვარული. აი, ამის რო კარგად გავიგოთ, მინდა ერთი-ორი მაგალითი მოვიყვანო. აი, მაგალითად სამართალში, ხო, არსებობს ბერძნული მისის შესატყვისი არის ნომოს, ანუ ქედან მოდის კანონი. ნამოსის ქართული სიტყვა. ნომოსიდან მოდის. დიახ, და ბერძნულში ამას თუ მახვილს შევანაცვლოთ, ანუ თუ პირველ ოზე დავსვათ ნომოს, თქვენ უფრო კარგად მოგახსენებათ, და ბერძნული კარგად იცით, თუ წინ გადავანაცვლოთ, სხვა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ზოგადად ჯულს ნიშნავს ჩვეულებას, რაც არსებობს უკვე შენს გარშემო, და თუ მახვილს ბოლოში გადავიტანთ ნომოს, მაშინ ამ შემთხვევაში იცვლის სრულად მნიშვნელობას და ეს არის უკვე ჩემი პირადი კუთვნილი სიმართლე, ასე ვთქვათ, ჩემი სამართალი, ინტერპრეტირებული. აი მე ამის საშუალება გვაქვს საეკლესიო სამართალშიც და ზოგადად სამართალში, რომ მაგალითად კანონს აქვს თავისი აკრებია რაღაც სიმკაცრე, ის შეიძლება შევარბილოთ, მოვარგოთ ადამიანს, ანუ ადამიანს რაღაცა ჩვენი ინტერპრეტაციებით, რაღაცეები გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან ადამიანს. ამის საშუალება გვაქვს და მსგავსი წარმოდგენა ჩვენ შეიძლება ნებისმიერ სფეროზე გვქონდეს, მათ შორის რელიგიაზეც, სარწმუნოებას, მათ შორის სიყვარულთან დაკავშირებითაც. მაგრამ სიყვარულსაც აქვს სხვადასხვა გაგება და ყველაზე აღმატებულია ის, რაც ქრისტიანული სიყვარული, ის ჩემი აზრით, რადგან მე თვითონ თავად ქრისტიან სასულიერო პირი ვარ. მინდა ერთი კიდევ სიყვარულთან დაკავშირებით თქვა, რა უფრო ადვილი გასაგები რო გახდეს, აი რა ძალიან რთული საწდომია მაცხოვრის სიტყვები, რომ გიყვარდეთ თქვენი მტერი, მაგრამ სარამ ადამიანი ამ ხელა სიყვარულამდე მივაქვს რაღაცა ცნებამდე, რომელიც ძალიან შორს არის ხანდახან ადამიანისათვის, მანამდე მაცხოვარი ამბობს, რომ ისე მოიქეცით სხვებს, როგორც თქვენ გინდა მოგეცით. ანუ გარკვეულ გზას გვისახავს, რომ როგორ უნდა მიხვიდე ამ სიყვარულს. ჯერ თუ შენ ეს არ შეგიძლია, რომ სხვებს ისე მოიქცე, როგორც შენ გინდა, რომ იქამდე ძალიან შორს ხარ, რომ მე გაიგო რა არის სიყვარული. და მეორე მინდა განსაზღვრო, სიყვარული ბერძნულში, ქართულში ძირითადად სულ სიყვარული ითარგმნება, მაგრამ ბერძნულში აქვს რამდენიმე სინონიმი. კარგად მოგახსენებთ, ან სტროგე, ეროსი, რომელიც შემდეგში მამებმა გამოიყენეს როგორც საღვთო ტრიალება და ალბათ ამ ტერმინებსაც დღეს ამ გადაცემაში ვისაუბრებთ. შემდეგი ახალ აღთქმაში კი ძირითადად გამოიყენება ფილია და აღაპე. აი ამ შემთხვევაში მაცხოვარი ამბობს, რომ გიყვარდეთ თქვენი მტრები, მახარებელი წერს მაცხოვრის სიტყვებს აღაპეთი. ანუ გიყვარდეთ, ფილია არის უფრო მეტად, აი ადვილი გასაგები რო იყოს.
ისეთი სიყვარული, რომელიც გრძნობითი სიყვარულია, ჩვენ რომ ნებისმიერ ცოცხალ არსებას აქვს, აი ძუძუმწოვრებს თავის შვილი უყვართ, შეიძლება თავი შეაკლას მისთვის. ანუ ემოციური სიყვარული გავგვაჩინეთ ჩვენი შვილების მიმართ, რაც არ უნდა ცდებოდნენ, შეიძლება შესთომას უშვებდნენ, არასწორად მაინც გვიყვარს, მაინც ემოციური. ესე უცხო ადამიანს და მით უმეტეს მტერს ვერ შევიყვარებთ. ანუ ეს ემოცია არ არის ჩვენში, მით უმეტეს მტერთან დაკავშირებით, მაგრამ აღაპი არის გონისმიერი სიყვარული. შენ თავს რო რაღაცას გონებიდან გამომდინარე, ცოდნიდან გამომდინარე აიძულებ. აი მაგალითად მტერია შენი, მაგრამ იცი რომ ის ღვთის შვილია. უკვე ამ სარწმუნოებიდან გამომდინარე, მისთვის გინდა კარგი. ანუ გინდა რომ ისიც კარგი ადამიანი გახ, უკეთესი გახ. ბასილი დიდის ერთ-ერთი წირვაზე ლოცვა, საიდუმლო ლოცვა და ესეთი სიტყვებია რომ უკეთურენ ბოროტნი სიკეთე ჩაუნერგე გულში. ხა მე პერიფრას ვაკეთებ, რა ღმერთს ესეთი სიტყვებს თხოვს ღვთელი წირვის დროს. ანუ მისთვის გინდა რომ ის ცხონების გზაზე დადგეს, ეს ამ ტერმინს გამოვიყენებ. ამიტომ სიყვარულს ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე რომ არსებობს ჩვენეული წარმოდგენა სიყვარულის შესახებ და არსებობს კიდევ საღვთო გამოცხადებითი სიყვარულის ან ცოდნა, რაც უფრო აღმატებულია და აქამდე ჩვენ ჯერ გონისმიერად შეიძლება მივიდეთ, მაგრამ თან უნდა ჩვენი ცხოვრებისეულად და მედიტაციით ძალიან რთულია. ადვილია შეიძლება სათქმელად, მაგრამ ცხოვრებაში აღსასრულებლად არ ურთულესი რამ. წაი შესავალი გავაკეთე, მაგრამ ჩვენ ვისაუბროთ ალბათ ტერმინების შესახებ, სხვადასხვა გამოვლენებებზე, რაღაცა ლიტერატურაში შეიძლება ღვთისმეტყველებაშიც აი სადრობო ხო ეს ტერმინები ასეთი უფრო მე თეოლოგიაში იხვეწება ხოლმე ეს ტერმინები სახარებაში ხანდახან ურთიერთმონაცვლეობით თითათაც კი არის ხოლმე ეს ტერმინები მაგალითად სამჯერ ეუბნება პეტრეს გიყვარო მე ქართულში სულ გიყვარო წერია და ბერძნულში ერთ ადგილას აგაპისმე მე არის ფილისმე ანუ ფილის და აგაპის ურთიერთმონაცვლეობით იხმარება მაგრამ შემდეგში შეიძლება გამიჯნა ერთმანეთსაგან და რაღაც აგაპეში უფრო მოვალეობითი მომენტი ჩადო. მოვალეობაში კი ის კი არა რომ საკუთარ თავზე ძალადობა რაღაც საკუთარ თავზე ძალადობა კარგი გაგებით რომ გესმის რომ ეს საბოლოო ჯამში ხედვა გაქვს ეგეთი რომ საბოლოო ჯამში ეს სწორი დამოკიდებულება ესაა ზუსტად რომ არ გინდოდეს მაინც სიკეთე ამ ადამიანისთვის ვინც ცუდი გაკეთა იმიტომ რომ როგორც რუსთაველი ამბობს ბოროტსაზლია კეთილმან არსება მისი გრძელია, ანუ ესე იგი გრძელი უსასრულოა და ამას ნიშნავს და ბოროტების არსება არ აქვს, ის მხოლოდ დროებითია, შეზღუდული მოქმედება აქვს და ამიტომ შენ ახლა არ დაიყვანო ადამიანი მის ამ შეზღუდულ მოქმედებაზე. თუ დაიყვანე ადამიანი და გაწირე, ასე ვთქვათ, მის ამ შეზღუდულ მოქმედებაზე, რაც ჩაიდინა და გაიგივე ეს ადამიანი ამ ცუდ ქმედებასთან შენივე თავს დაიზიანებ ამით, იმიტომ რომ იმ პერსპექტივაში არ ხედავ ამ ადამიანს, რა პერსპექტივაში უნდა ხედავდე. ნებისმიერ ადამიანში არის გამოსწორების პოტენციალი და ამიტომ ხო არ ეგეთი ბრძოლ ქართულშია ნურარას უსასოყოფ შენ ნურარას უსასოყოფ, ანუ უიმედოდ არ გაწირო ადამიანი, უიმედოდ არ ამყოფო. უიმედოდ ამყოფე მაშინ როცა ნიტყვი რომ მორჩა, ეს არის ეს ბოროტება, იმიტომ რომ ეს ბოროტება გამიკეთა, დაყვანადი ამ ბოროტებას რაც მე გამიკეთა. მაშინ აი ესე იგი მოუსპეს ადამიანი, მოუკალი ჩემ გულში უკვე. მე ხო არის ნურარას უსასოყოფ, ანუ მოკლავ ადამიანს, ანუ არ მოკლა ადამიანი, რაც უნდა შენ გულში არ მოკლა. ეგ ხო ბიბლიაში წერია ახალ აღთქმაში, რომ კვლელი მარტო ის კი არ არისო, ვინც ფიზიკურად მოკლასო. თუ შენ გძულს შენი მოყვასიო, უკვე მოკალი შენ გულშიო. აი ამ აზრით მტერიც არ უნდა მოკლა შენ გულში ამ გაგებით, რომ ყოველს დაუტოვო მას პოტენცია, საშუალება, ასე ვთქვი, სივრცე იმისი, რომ ეგება და გამოსწორდეს. ვიგებთ ხო ამ ტროპარებში რო არის წმინდა გიორგისო დიოკლეტიანისთვის ლოცულობდა და ეს ახლა გესმის ამ ეს თამასა შეიძლება მე ვერ ვაკეთებდი ამას, მაგრამ მესმის რომ აი ესეთი ადამიანები არიან, ვინც ბაძავენ ქრისტეს ასე რომ და ამიტომ ამ ადამიანებს აფასებს ქრისტიანობა და ეს დიდი ამბავია და უბრალოდ ის რაღაც საფეხურების გავლა მაინც შეიძლება დაუშვათ ერთბაშად თუ არა გაქვს ეს ტრის სიყვარული როგორც სახარება ასწორდა და წმინდა გიორგი როგორც აკეთებს ის მაინც კონდეს რომ არ მოიძულო ადამიანი და რაღაცნაირად დაუტოვო საშუალება რომ ის იდეა რომ ის შეიძლება გამოსწორდეს და შემოგირიგდეს ისევ და ისევ ერთად იყოთ რაღაცა საერთო პერსპექტივა გქონდეს ისევ. ხო და ეს მომენტი არის, ამიტომ ერთბაშად რომ იმას ბასილ კესარელს უწერია რომ წაიკითხეთო წარმართული ლიტერატურაცო, იმიტომ რომ პირდაპირ რომ წაიკითხო ბიბლიაო შეიძლება იმდენად მოგჭრასო თვალიო იმ სინათლემ რომ მე გადადო გვერდზე ამას ხო ვერსორ გავაკეთებოდა. აი წარმართული ლიტერატურაში იგებ უკვე რაღაც მაგალითებს, რომელიც აი ამათ ქონდათ ამ
ფილოსოფოსებს მწერლები აღწერენ რაღაცა და ის ხო გესმისო, იმის დატევა ხო შეგიძლიაო. ამიტომ ჯერ ის დაიტიო და მე მომზადდებიო უკვე ბიბლიისთვისაც. აგერ სოკრატემა მაგალითად ვიღაცამ გალახა სოკრატეო და დალილავებული ქონდა სახეო. დაიწერო ამად ამან გამომაქანდაკაო. ხო და შეხედა სოკრატემ აი ირონიაში გაატარაო, ხო ეს რაღაცა არ მიიღოს ბოღმა არ ჩაიხვია გულშიო. ამ ისტორიას რო წაიკითხავო მე იქნება და ისიც იმანაც აღარ მოგჭრავს თვალიო ერთი ლოყა თუ დაგაჭროს მეორეში მიუშვირო აღარ როგორც აღარ დაგთრგუნოსო ამ სახარების ამ სიტყვებმა როცა სოკრატეს მაგალითს ანუ ამ იმ გაგებით რომ საფეხურები არსებობს ყველაფერში და ის აკეთე რაც ჯერჯერობით შეგიძლია ანუ იმ წორალზე მე შეიძლება ახვიდე ეხლა ნებისმიერ დარგში ეგრე არის ერთბაშად არ იწყებ მათემატიკა იქნება თუ დისციპლინა ნებისმიერი რაც ელემენტარული ნაბიჯებით იწყებ სპორტში აიღე ჯერ ელემენტარული ლითებს სწავლ და მე ადიხარ უფრო მაღალი ლითებამდე იგივე აქაც ისე ბასილივი თვითონ არის ამის მაგალითი ხო ხა წარმართულ ფილოსოფიურ სკოლაში სწავლობდა რა თქმა უნდა როგორც ის და ასევე მისი მეგობარი გრიგოლ ღვთისმეტყველი და ამ ქვეყნიურ გაგებით ანუ ლიტერატურა იქნება ფილოსოფია თუ საბუნებისმეტყველო დარგები მაშინდელი აი რაღაც უმაღლესი განათლება ქონდა ხო თან ისედაც ძალიან ნუ მაშინ ყველა სკოლა რაც იყო იქ ათენში სწავლობდა გრიგოლ ნაზიანზელიც და ბასილ კესარიელიც ყველა სკოლა მაშინ იქ იყო და ეწაფებოდა ჩანს მაგრამ ყველაფერში ჩანსო ძალიან ღრმად იციან ეს კულტურა და ამ კულტურაში რაც ხედავენ რომ ის რაც სახარება ლაპარაკობს ეს კი არა ცალკე რაღაცა ერთი ქრისტიანების სექტა რომელიც თავისებურად ხედავს სამყაროს ის ამბობს რომ ეს ცალკე რაღაც კი არ არის და სუბკულტურა კი არ არის რაღაცა ესა ზოგადკაცობრიული კულტურის დაგვირგვინება არის სახარება ანუ ის რაზეც ბერძენი ფილოსოფოსები ფიქრობდნენ ღრმად ოცნებობდნენ ამაზე რომ ნეტავი ასე იყოს რომ ბედნიერები იყოთ ჰარმონია გქონდეს რაღაცა გონებას დავქვემდებაროთ კეთილგონიერებას ზვნებები და ასეცაც ოცნებობდნენ აი ის ყველაფერი შეასრულა სახარებამ ფაქტობრივად დააგვირგვინა ეს მოლოდინები ამ ფილოსოფოსების ამიტომ ეს სახარება არ არის მარტო ქრისტიანების და შეიძლება გარკვეულწილად იფიქრო რომ სიყვარულის ყველაზე მაღალ გამოვლინებას აჩვენებს სახარება. იმიტომ რომ იქ ლაპარაკობს ამ ტრების შეყვარებაზეც და ტრებისათვისაც ფაქტობრივად სახარება რა ჯვარცმით გვირგვინდება და იქ არის თვითონ აჩვენებს უფალი მაგალითს რომ ისინი ვინც მას კლავენ მათთვის ის ზრუნავს და არ მიუთვალოთ ცოდვათ არ იციან რას იქნია და იქვე პატიობს მათ. ამიტომ არის ეფექტიც იქვე არის რომ როდესაც მიდიან ეს ხალხი უკვე გოლგოთიდან გულზე ირტყავენ ხელს სინანულით უკვე ეს რა გავაკეთეთ. ეს ყველაზე საინტერესო ხ თქვი რაც ახსენეთ მაცხოვარი ჯვრიდანვე პატიობს ხომ არ იციან რადგან არ იციან რას აკეთებენ რას იქმან. მაგის ერთ-ერთი საინტერესო განმარტება ანუ იგავის განმარტება მაცხოვარი საკუთარ თავზე ესე იგაურად მოგვითხრობს ან მოუთხრობს იქ მსმენელებს ფარისევლებს დემთავრებს ეს იგავი არის მე ვენახის იგავი რომ დათესა კაცმა ვენახი და იქ მსახურები და ცველებმა მოკლეს ჯერ ერთი მსახურები აქ სიმბოლურად წინასწარმეტყველები რო იგულისხმებენ და ბოლოს საკუთარი ძე და ბოლოს რა უნდა და კითხვა სვამს ან ერთი ეს მახარებლები გადმოგცემენ ორი სახარებაში მოთხრობელი და ერთ-ერთი მახარებელი წერს რომ კითხვა სვამს მაცხოვარი რისი ღირსი არიან ეს ცველები ვენახის ცველები ვინც მოკლეს მისი შვილი ძე და სიკვდილის ანუ კაცობრიობი სამართლით და დაისაჯოს სიკვდილით იმიტომ რომ ასეთი ბოროტება გაუკეთეს თავის ბატონს და მე ხვდებიან ერთ-ერთი განმარტებელი ამბობს რომ ეს იგავი რეალურად მათი არის ანუ ძველი აღთქმის ეკლესიას ეხება და მე მაცხოვარს და ნუ იყოფინებენ ანუ ნუ იზამამს ნუ გააკეთებ ამას ეკითხებიან მაცხოვარს ეს ერთ-ერთ მახარებელთან ჩანს მეორე ამ ადგილს ტოვებს ავსებს და აქ არის საოცარი რა რომ რეალურად კაცობრიობი გაგებით ანუ ჩვენეული პირადი ადამიანური სამართლით სასჯელის ღირსები ვართ მაგრამ და ისინიც ვინც ჯვარს აცვეს მაცხოვარი მაგრამ მაცხოვარი ჯვრიდანვე პატიობს და შემდეგში როდესაც ხდება ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსება ისინი ვინც ჯვარს აცვას და ყვიროდნენ რომ ჯვარს აცვით მათაც მოუხმობს ისევ სრულიად ესე არ ჭირდება არანაირი რაღაცა წინასწარი პირობები და ყველას მოუხმობს ეკლესიაში აი ეს არისო სიყვარულის ყველაზე ანუ იმდენად ესეთი სამართლიანობა ეს საღვთო სიმართლე რომ ადამიანური გოგებით უსამართლობა არის გაგებით უსამართლობა არის იმდენად სამართლიანი
იაკოვის ეპისტოლეშია ხო თუ ღვთიური მოწყალება მისივე სამართალს აღემატება. ჯობნისო ღვთიური მოწყალება მისივე სამართალს. ორივე სამართლიანია, მაგრამ მოწყალება კიდევ უფრო დიდი თვისება არის. გრიგოლოს მეთყველის სიტყვები ასევე რომ აი ეს მაცხოვრის განკაცება და ჯვარცმა არის საღვთო სიყვარულის ყველაზე დიდი გამოხატულება, რაც აი ადამიანის გონებისთვის მანამდე ეს იყო ფაქტიურად ძალიან ძნელი საწვდომი, რომ რატო უნდა მოკვდეს. დღესაც ბევრს ხო ახლა ქრისტიანს კი ეს ბედაკლებად ეს მის. ალბათ აი ეს იგავით სამასაჩვენებს ეს კლავენამ წინასწარ და რატო კლავენ წინასწარ რაღაცას უფრო იყარებენ, ვიდრე ის წინასწარები რასაც ასწავლიან. ბავშვი ისინი უნდაო რომ აი შენ დაფიქრდი მარტო შენ თავზე კი არა, შენ ეგოისტურ სურვილებზე კი არა, დაფიქრდი როგორ უნდა იყოს სიმართლე სამყაროში, როგორ უნდა იყოს რაღაცა დაფიქრდი უფრო მეძე ვიდრე შენი ემოციები და გული რასაც გეუნება. ამიტომ ეს შეასრულე, ეს ღვინო მიეცი, ეს რაც მოიმკი ამ მიწაზე, ის მიეცი ვისაც ეკუთვნის, ღმერთს რასაც ეკუთვნის, ხო, ჭეშმარიტებას, სამართლიანობას. შენ კიდე გინდა არა, შენ კიდე გინდა მაინც რაღაც ამ ქვეყნიური მიწიერი რაც ისეთი შეზღუდული ფასეულობები ისე გააფეტიშე რომ უკვე ის აღარ გინდა, აღარ გაწყობს იმ წინასწარმეტყველს მისცა და ამიტომ კლავენ წინასწარმეტყველს. ის გეუნევა რაღაცა შენ კიდე არ გეთმობა სხვა რამე. აი ძალიან კაი მაგალითია იონა წინასწარმეტყველი. იონა წინასწარმეტყველს ეგრე უნდა მოკლას ფაქტობრივად ღმერთი. მიიღებს ამ დავალებას, რომ გამოცხადების დავალებას, რომ წადი უქადაგე ნინევიელებს. რომ ისინი დაიჯებიან. და რატო არ მიდის ნინევიაში საქადაგოდ? ნუ ვერ იტანს ნინევიელებს. ნინევიელები არიან მოუკლეს ნათესავები, ახლობლები, ებრაელების მტრები არიან. ნუ მათ რატო უნდა უქადაგოს? ძალიან გამიხარდება, გულსაც მოვიფხარო დაისაჯონ და წარმომ წავიღოს, მაგრამ მშვენიერი გამიხარდება. როგორც ჩინურ ანდაზაშია, რომ მშური არიძიო და მე ჩამოგიტარებს მდინარეო შენი მტრის გვამსო. აი ეგეთი ლოგიკა აქვს იონას. ეგეთი ლოგიკა სულ იონა წინასწარმეტყველს. ამიტომ როცა ეტყვის რომ წადი იქადაგე რატო არ მიდის? იმიტომ რომ ეჭვი აქვს რომ ხომ არ არის ღმერთი ისეთი მოწყალე რომ აპატიებს. და აი მეჭვი მაგეთყო ეგეთია ღმერთი და ეს ეჭვი რომ აქვს ღმერთზე. ეს ეჭვი რომ აქვს ღმერთზე ეგეთი მოწყალე ხა ვიცოდი ეგეთი რომ მოწყალე რომ ხავი მაგათ და ამიტომ მინდა მოკლა ეგეთი ღმერთი. რატომ როგორ მოკლა ჩემ თავს მოვიკლავ. მირჩენია მე თვითონ არ ვიყო ცოცხალი ვიდრე ეგეთი ღმერთი იყოს ვინც ამ ტრები ისე მძულს რომ ჩემ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მძულს ისე ჯობია მე მოვკვდე და ღმერთიც მოკლა ჩემთან ერთად. ღმერთის ხმა და მისი ეს ოღონდ ისინი დაისაჯონ. აი სიზურის ყველაზე მაღალი და გაურბის ღვთის დავალებას. გაურბის ღვთის დავალებას თავის თავსაც კლავს და ღმერთსაც. მომკალი თუ ეუნება, მას არ შევასრულებ. და მე რაღაცა ხდება მაშინ ეს ვეშაპირო გადაღლაპოს ეს სამი დღე და გამოდის იქიდან, მაგრამ გამოდის ბოლო ისე კი არ გამოდის რომ უნდა ნინევიელების გადარჩენა. მოვალეობის მიზნით მაინც უკადაგებს. სხვა გამოსავალი აღარ აქვს. მაგრამ ის მან საინტერესო არის იონას ლოცვა, როდესაც ვეშაპის მუცელშია. იქ ძალიან დიდი რაღაცები ხდება. კი, ამას ვამბობ. ის ხდება რომ კაი, დამდავალება შევასრულებ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ის რეალური როგორ და სურვილი რომ ესენი გადარჩენ არა აქვს. ანუ უნდა რომ ელოდება მე გავა ქალაქი ელოდება ეხა როგორ როდის მოვაწარღვნა მე კი უქადაგე მაგრამ ნუ ეხა მაინც ეხა უყურებ როდის მოვაწარღვნა და გაბრაზდება რომ წარღვნა არ მოვა და მე საბოლოო გამოცხადება აქვს რომ აი შენ ეხა გეწყინაო რომ ის აღარ გაჩვლილებსო ეს რაღაც მცენარე ამოიყო ხო და კვახის რაღაც ფოთლები იყო თუ რაღაც ის არ გჩლავსო ეს გეწყინაო და წარმოგიდგენ ეხა ამდენი ხალხი რომ გაწყდებოდაო ის არ უნდა გწყენოდაო ანუ მე ამითი თავდება იონა როგორ მიიღო ეს იონა აღარ ვიცით მაგრამ ნუ უნდა ვიგულისხმოთ რომ მიიღო ეს სწავლაც იონამ და ანუ უთხრა რომ მარტო კი არ უნდა გექადაგა უნდა გდომებოდა კიდეც რომ იმათ კარგი რაღაც დამართონა და ეს წარმონა არ მოსულიყო მათზე აი ეს სურვილში უნდა გადაგეტანა თუნდაც ეს მოვალეობაა აქ რო ახლა იონა ვახსენეთ და თან სიყვარულზე არის გადაცემის თემა საინტერესო ისიც რომ იონას ბოლოს ეუბნება რომ შენ მაგ აყიროზე რომელიც შენ არ აღმოხიცენებე გული დაგწდა ხო ანუ იმ სცენარეზე რომელიც ერთ დღეში აღდა ერთ დღეში გახმა და შენ სიცხემში გაწუხა და მაგაზე წუწულებდა წარმოიდგინე ღმერთს რამდენად ეთკინებოდა გული ახლა მე პერიფრას ვაკეთებ ამდენი 1000 ადამიანი ცხოვრობს ამ ნინევიეს უზარმაზარ დედაქალაქი იმპერიის და მათ გარდა კიდე ამდენის პირუტყვი და ცხოველი. ესე იგი საინტერესო ისე რომ ღმერთს თავისი ქმნილება არა მხოლოდ ადამიანებზე ამახვილებს, ცხოველი ყველა ცოცხალ არსება როგორ უყვარს, რომ მათთვის გული ცოტა ირონიულიც არის და ესე შეგებრალებას ნინევიელები რომ გაიგოს იონა რო ქადაგებს, მე იმარხულებთ და მე მაინც გარანტიისთვის, უბრალოდ გარანტიის ცხოველებსაც ამარხულებენ. დიახ. ხო, მსგავსი პრაქტიკა ძველ ხმაში მე სხვაგანაც გამიგე არსებობდა, ესე რომ ალბათ განწყობას ქმნიდა.
ცოტა ისე ბავშვური რაღაც შეგებრალება ესე ნუ კი ესეთი მაგრამ როგორი ცხოვრებასაც სამარხული როგორ გულყოლები არიან და ეხლა აღარ მოგინდება ესენი დასაჯო რაღაცა იმიტომ რომ ბავშვურად არის რაღაც გამოხატულებაა ყოველ შემთხვევაში დიდი შინაგანი სინანულის და განწყობის და საინტერესო თვითონ იონას წიგნის არის რომ თითქოს ბავშვებით გაურბის ყველაფერს ღმერთი მაინც რადგან ალბათ ძალიან გულწრფელია და ამიტომ ღმერთი ზრდის და საინტერესო იმ გაგებითაც რომ პირველი წინასწარმეტყველია რომელიც სიმბოლური ქმედებებს გულისხმობ პირველი რომელიც მაცხოვარმა განმარტა როგორც მის შესახებ წინასწარმეტყველება სიმბოლურად ან როდესაც ვეშაპი 3 დღე გადაყლაპავს იონას მაცხოვარმა გვაქვს რომ ეს მოასწავეს მის ჯვარცმაზე და მტრით აღდგომაზე. ცნაურია რაღაც აი ბიბლიაში იგი რაღაც მამები მე ძალიან ბევრ სიმბოლოს განმარტავენ და უკავშირებენ ახალ აღთქმას ძალიან სხვა წინასწარმეტყველებთანაც, მაგრამ პირველი თვითონ სახარებაში განმარტებულ თვითონ მაცხოვრის მიერ არის ნინევის იონას წიგნი. უცნაური ის არის რომ ეუნერია სასწაული გვანახე და სასწაული ესო მემრუშე და ესეთი გარყვნილი ხალხი ეძებსო სასწაულს, მაგრამ მათო სასწაული არ მიეცემათო, გარდა იმის სასწაულის რაც იონასში იყო და ფაქტობრივად თავის ამაზე ლაპარაკობს, რამდენი სასწაული ანახა და რატომ არ მიეცემა სასწაული? იმ მომენტის მერე ბოლო კვირაში სასწაულებს აღარ ახდენს და ამიტომ აღარ იხილავს სასწაულს. ხო, მე ხანერთ მესმოდა რომ მიუხედავად რამდენი სასწაული გაუკეთა, იმათ სასწაულად არ თulis და მარტო სასწაულად თulis თავის აღდგომა და თავის აღდგომა დაკავშირებულია იონას საქმესთან. და პირველი არის მაცხოვრის მიერ სიმბოლური ქმედების, ძველახთმაში ახსრულებული ქმედების განმარტება უკვე მაცხოვარს რო ხან ეს იყო წინასწარმეტყველება მაცხოვარზე. ხო არის წინასწარმეტყველება სიტყვით და არის წინასწარმეტყველება ქმედებით. მე მესმოდა ეხლა მივხვდი რომ ის შემდეგი მე არ გაუკეთებია სასწაული. მე მესმოდა ასე რომ ყველა დანარჩენი სასწაული საბოლოო ჯამში არის როცა საბოლოო მიზანს ემსახურება. საბოლოო მიზანი კი არის ადამიანს აჩვენო იდეალური ადამიანი. იდეალური ადამიანი თვითონ უფალი არის. და იდეალური ადამიანი არის ის, ვინც შეძლებს მტრის პატიებასაც და დანახვას მტრის აი პერსპექტივაში, როგორც იესო ხედავს. ამიტომ ყველა დანარჩენი სასწაული არაა სასწაული, თუ ამას არ ემსახურება, ეს თავარი სასწაული არის. ამიტომ აი თავარი სასწაული ესაა, რაც არა ხილული რაღაცები, კალეიდოსკოპები ნახონ, ეს რაღაც სასწაულები, ცეცხლის ჩამოსვლა ციდან თუ რაღაც, არაფერს აზრი არ აქვს, თუ არ ემსახურება აი თავარს და ის თავარი სასწაული არის დაკავშირებული იონას ქმედებასთან. იონას ქმედებაში არის ზუსტად ეს, რომ შეცვალე შენი პერსპექტივა, შენი შეზღუდული ადამიანური სიძულვი, რაც სამართლიანი სიძულვიცაა შეიძლება კი ბატონო, იმიტომ რომ მათ ამდენი ბოროტება ჩაიდინეს, შენი ერის წინააღმდეგ მოკლეს, ესქნეს, გააკეთეს, ეხაც მტრობენ და კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის მაინც ღვთიური პერსპექტივა. ღვთიური პერსპექტივაზე უნდა გადახვიდე. და იონას წიგნი ამას გაჩვენებს. ალბათ ყველაზე მეტად ძველახთმაში. სხვებთან ნაკლებად არის. ხო, აი დავითთან არის კიდე რომ საულს რო აპატიებს მაგალითად და აი საული კლავს და ეს ეუნება არ გერჩი არაფერს მიუხედავად ამისა, მაგრამ იოსები კიდე დაუშვათ თავის ძმებზე შურს რო არის, მაგრამ სხვადასხვა რახან იონა ვახსენეთ და მაცხოვარ თვითონ განმარტავს რომ იონა არის მისი წინასახე სიმბოლური, რადგან 3 დღე ვეშაპის მერე აღდგომა გადმონთხევა ხდება, ეს ნიშნავს მის კუთრეთით აღდგომას. იოსების მთელი ცხოვრება არის ქრისტეს წინასწარმეტყველება. სიმბოლურად სულ ქრისტეს განასახიერებს. იონა ალბათ ყველაზე კაფეოდ აჩვენებს საბოლოო მიზანს. ამ ჯვარცმას. იონა ალბათ არის როგორ თქვა, ახალი ძოლასა და ახალ ახმას შორის ხიდი წიგნი არის რა, სადაც აი ის მცნება რაც მე მთავარი ხდება სახარებაში, იონაშიც გამოსჭვიეს უკვე. თქოს აი განთიადი იწყება იონათი და მერე სახარება მოდის რაღაც. სხვადასხვა აი მაცხოვრებლებს ბრძანებს რომ აღარ იხილავს სასწაულს გარდა იონას სასწაულისა, ანუ სიკვდილით კუთრეთით აღდგომის სასწაულისა. მაცხოვრს რა თქმა უნდა შეეძლო ისეთი სასწაულები მოეხდინა იმ მომენტში. სარამ ჯვარცმა მოხდებოდა რომ ირწმუნებდა ბევრი, მაგრამ სასწაულის შედეგად ირწმუნებდა და ეს რწმენა არ იქნებოდა. ანუ ეს ადამიანს არ შეცვლიდა. და რადგან ეს ადამიანი ლაზარე იმავე დროს არ აღადგინა. სადახვდი ერთი კვირით ადრე. ძალიან ცოტ მცირე ხნით ეს ბოლო კვირაში ხდება ეს დიდი სასწაული. აი ეს სასწაული იყო ვირზე რო იჯდა, გაუხედნა ვირზე რო იჯდა და მიდიოდა ანუ ჩოლებრივი კლინკებს ხრის ხოლმე როცა გაუხედნა შეიძლება. აქიდა სასწაული როცა შეიძლება და თან საინტერესო ისე რომ ეს ვირიც სიმბოლურად განიმარტება, ანუ ყველაფერს ხო აქვს ანუ ეს ისტორიულად აღსრულებული მოქმედება და თან სიმბოლოდებს. აი თუნდაც იონას მოქმედება, სარა მაცხოვარმა თქვა რომ ის მასზე მიანიშნებდა, ეს განმარტება არ არსებობდა მანამდე, რომ იონა რო 3 დღე ვეშაპის მუცე, ეს ნიშნავს რომ 3 დღე საფლავში იქნება მაცხოვარი. ესეთი მე უკვე მამები ძალიან ბევრ მოქმედებას განმარტავენ მსგავსად, სიმბოლოებს, ანუ მოქმედებებს განმარტავენ, რომ ქრისტეზე მიანიშნებდა, ეს წინასწარმეტყველურად. და მსგავსი არის ეგ შემთხვევაც.
აი საინტერესო ეს მომენტია რომ აი იონას ეს ქმედებაში არის აი ისე გავიმეორე ორი პერსპექტივა, ადამიანური პერსპექტივა და ღვთიური პერსპექტივა. და აი მეტანოია ნიშნავს რომ ნუს არის გონება და მაქვს მე ადამიანური გონება, მაგრამ ადამიანური გონებით, ანუ ადამიანური ხედვის კუთხით რაღაცა ასე ჩანს, მაგრამ მე უნდა მივიღო ღვთიური გონება, აი რომ ამბობს პავლე, ჩვენ გვაქვს ქრისტეს გონება, ნუსი, ანუ გონება. ანუ ჩვენ ვიღებთ ქრისტეს გონებას, ან შეიძლება ზოგი გამარტებაში სულიწმინდას გულისხმობს აქ ქრისტეს გონებაში და იღებ ღვთიურ პერსპექტივას, ანუ ღვთიური სული თუ მიიღე, მაშინ შენ მოგიწევს შენ თავზე უარის თქმა. ესაა ყველაზე დიდი სირთულე. საკუთარ თავზე უარის თქმა. ფაქტობრივად მთელი ცხოვრება ეს არის. და ეს ერთბაში აქტი ხო არ არის. ალბათ ამიტომ საფეხურები რომ იწყება ეს ალბათ უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობებით. ტრებთან ურთიერთობით კი არა, იწყება ოჯახის წევრებთან ურთიერთობით, უახლოეს ადამიანებთან ურთიერთობით, რომ რაღაცა შენი დათმო, რაღაცა მის პერსპექტივას გახვიდე, არ გქონდეს სურვილი რომ აჯობო ყველაფერ კამაჩი. ხანდახან დაუშვა ის რომ კაი შეარჩინო რაღაცა, ანუ გამოზომო შენი სიტყვები რაღაცა და ეს ყოველდღიური მუშაობა არის. ამიტომ ეს სულიწმინდა ერთბაშად კი არ ჩამოდგება შენში და რაღაც არის თანდათანობითი გზა არის. გზა არის რომ იმ მდგომარეობამდე მიხვიდე, იმიტომ რომ მაგალითად მაქსიმე აღსარებელი ამბობს რომ სიყვარული არის უკვე საღვთო მოქმედება შენში, ანუ საღვთო ენერგია შენში. ეს არ არის ემოცია, ეს არ არის რაღაცა გამოხატულება ამის, არა ეს არის რომ შენ ღმერთში ხარ. ანუ ეს არის რაღაც უკიდურესი საფეხური, ანუ ყველაზე მაღალი საფეხური. განხრთობილი მდგომარეობა. ხანდახან შეიძლება თავიც მოიტყუო, აი ამიტომ ყველაზე დიდი საფრთხე არის ეს უმწვერვალესი უდიდესი რაღაც ცნება რაც არის, თქვა რომ აი ეს მაგალითია ცნობილი რომ მაჰატმა განდის ხო ქონდა ეს იდეა თავისი სწავლება სატიაგრაჰასი რომ არ უპასუხო ძალადობით ძალადობას და მოითმინე და ესეთი რაღაცა რომ ამითი თავისი ხედვა ქონდა. ეს ქრისტიანული არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა სხვანაირი ამათა ტოლსტოურ რაღაცა ცოტა ბუდისტურ რაღაცნაირი ხედვა იყო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამაღლებული რაღაცნაირად აი ჩაოლებრ ადამიანურად აი შური იზია და ისქენი რაღაცა პასუხი ძალადობით ძალადობაზე, ამაზე უფრო ამაღლებულია და სხვანაირი არის. ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში მაგალითისთვის მომყავს და ჩავთვალოთ რომ ამაღლებულია და უფრო კარგია ვიდრე დავუშვათ შური იზიო და რაღაცა ტრობით ძალადობით ძალადობაზე უპასუხე დავუშვათ. მაგრამ ეხლა მოვიდენ მასთან ეს ყოველ თვითონ წამდა რომ ეს ამაღლებული და კარგი იყო. მოვიდენ მასთან მუშები ფაბრიკის და რომელიც ჩაგრავდნენ 14 საათი ამუშავდნენ ინგლისელები და რაღაცა და უნებიან რა ჩვენ რა კარგად ვიქცევითო რომ ასე ჩაგრავენო 14 საათი გამუშავებენო დღეღამეშიო და აი ვითმენთო ამ ყველაფერს სატიაგრაჰის პრინციპითო და გვიადვილდება ეს ახლა შენ ეს სატიაგრაჰათიო მაგალითად აიღეთ ქვებიო ტრანსპარენტებიო ჩალეწეთო ყველაფერო გაიფიცეთო რაღაცა თქვენო ნუ არ ქონთო სატიაგრაჰას წმინდა სახელსო თქვენ სამსულმოკლეობასო და ხშირად შეიძლება ადამიანს იტყუებდეს თავს. მე ქრისტიანი ვარ, ვაპატიეს იმაში კი არაპატია, არაფერი მსგავსიც არა. უბრალოდ ხდალი იყო, სიტყვა ვერ შეუბრუნა, დაიბოღმა და ბოღმას დაარქვა მერე პატიება. და სინამდვილეში ეს უფუთფუთებს, ეს უბჟუტავს ეს ბოღმა გულში და სინამდვილეში არაფერიც ქრისტიანი და არ არის, მაგრამ თავს არ ქონს და ამით თავს უსპობს იმ საშუალებასაც კი რომ თავის თავში აღმოჩნდეს თურმე ხდალი ყოფილა. დაუშვათ თურმე ისა ჯობდა ეთქვა კიდე ზოგადად ტრობაში კი შესულიყო იმ მომენტში ვიდრე დაერქვა წმინდა სახელი პატიების იმისთვის რაც საერთოდ პატიება არ არის. აი ანუ ფარისეულობა შეიძლება კიდევ უფრო დიდი ბოროტება იყოს ვიდრე მტრობა. დიახ. ჩვენ ფაქტურად მოვიდით. მე კი არ ვამბობ რომ კარგია მტრობა. მტრობა ცუდი არის, მაგრამ თავის მოტყუება რომ რაღაც სათნოება გაქვს, როცა ის სათნოება არ გაქვს ეს უფრო დამღუპელი შეიძლება იყოს. ამიტომ ახსენე თავიდან რომ შეიძლება შენ წარმოდგენა ქონდეს რომ შენ გიყვარს ან აპატიება, მაგრამ ეს იყო შენი პირადი წარმოდგენა. ან შენ წარმოდგენა ქონდეს რა არის სიყვარული და ეს იყო პირადი წარმოდგენა. იმიტომ რომ რაც ახლა ლაპარაკობ ძალიან ამაღლებულ თემებზე ხო ის ხო ფაქტობრივად ისეთი თამასადავს ბიბლიის სახარებაში უფრო ისეთი თამასადავს რომ რომელსაც შენი ძალით ვერ გააკეთებ. და მეორე რას ამტკიცებს სახარებისეულ რწმენას ანუ მის ძლიერებას ისე რომ თვითონ მაგალითი თვითონ განკაცებული ღმერთიანი. ანუ ეს მსხვერპლი და მე აღდგომა და მე კვლავ მოხმობა და პატიება ეს არის ყველაზე ცოცხალი დიდი მაგალითი და
ანუ სინერგიული უნდა იყოს ეს. ესე იგი გამოდის რომ შენ ამ ცნებას ვერ შეასრულებ, თუ მართლა არ მოქმედებს შენში ღვთიური ენერგია, ძალა, ანუ და არ თანამშრომლობ ამ ძალასთან და შენი ძალით მარტო ამას ვერ გააკეთებ. ამიტომ შენი ძალით მაქსიმუმ რა შემიძლია გავაკეთო, არ ვიძიო შური, კი ბატონო. აი რაც თქვენ ახლა მაგალითი მოყევით ზეგან. ეს არის ადამიანური ძალებით რაც ჩემი ძალით და შემიძლია გავაკეთო, მაგრამ ის რომ გულით უსურო მას ბედნიერება გულით უსურო და ეს ხო ჩემი ძალით აღარ შემილია უკვე. იმიტომ როგორ უსურო გულით ბედნიერება, ამას ვინ დამჩაგრა, გამთათხა, შეურაცხყოფა მოყენა, ცილი დამწამა, ხო შანსი არ არის ადამიანური ბუნებრივი ძალებით უსურო ბედნიერება, მაგრამ აქ შემოდის აი მაშინ უნდა გაუხსნა შენი გული იმ მოქმედებას, ღვთიურ მოქმედებას და თანთანობით ისწავლა ამ ღვთიური მოქმედების ლოგიკით, როგორ უსურო მართლა გულით კარგი ადამიანს და ეს არის როგორ თქვა, მთელი ცხოვრების საქმე არის. რასაც შენი ძალებით შეძლებ თავის მხრივ ცუდი არ არის რა თქმა უნდა. აი თუნდაც ის მაჰატმა განდის მაგალითი რომ მოიყვანეთ, ის თავისთავად კარგია, როცა შურს არ იძიებ ადამიანზე და ასე შემდეგ. ეს თავისთავად ბუდიზმში არის. მაგრამ სრულყოფილი არის, დიახ, ბუდიზმშიც არის ის ინერტული მდგომარეობა და მაგრამ მაგ მივდივართ იქამდე რომ პიროვნების გაქრობამდე მივდივართ. ანუ არარაობამდე მიდის ფაქტურად ადამიანი ქრისტიანობაში აბსოლუტურად პირიქით არის და ამიტომ არის რომ მაქსიმე ახსერებელი რო წევს რომ ქრისტიანული სიყვარული და პავლე მოციქულის სიტყვებსაც მოვიხმობ ახლა მე ქრისტიანული სიყვარული არის ღმერთთან ყოფნა, ღმერთში ყოფნა. ანუ ეს საერთოდ სხვა მდგომარეობა. შენი ძალებით კი არა, ღვთის ძალით აკეთებ უკვე ამას. მაგრამ ამქამდე საფეხურები ამას განწმენდა ჭირდება და თუნდაც აი ივანეს სინელის კიბე რომ მოვიყვანოთ, სიყვარული სადღაც ბოლოში არის. რამდენი რაღაც საფეხური უნდა გაიაროს ადამიანი რომ საღვთო სიყვარულს მიაღწიოს. მანამდე კი გონია ჩვენ რაღაც სიყვარული გაგვაჩნია, მაგრამ ეს არის აი რაც წეგან ვახსენეთ. ჩვენი ადამიანური სიყვარული, რაც თავისთავად ცუდი არ არის. ხანდახან ეს გარეგული ქმედება თვითონ სიძულით ჩანდეს რაღაც, მაგრამ ის უფრო სიყვარული იყოს ვერა სხვა. აი რაც ამერიკულ ფილმში არის რომ მომაკვდავები არიან პალატაში და ერთი შევა იმ პალატაში ვიღაც სხვა პაციენტი და ის სულ ნერვებს უშლის ამათ, ხან ფანჯარას გამოაღებს, ხან ისა და აი აწვალებს რა ამათ და სინამდვილეში სიყვარულით უკეთებს, იმიტომ რაღაც აზრი რომ ისეს მათ ცხოვრებას, აი ამაზე ჩემზე გადაიტანონ თავიანთი ბრაზი ბოღმა და დაიწყო რაღაც ბრძოლა ჩემ წინააღმდეგ რაღაცა და უნდა ამითი რაღაცა გამოაცოცხლოს ესენი რაღაცნაირად და თავზე დაგეშვა და ამ სიყვარულით უკეთებს იმას, რომ გარედან ჩანს, რომ ეს აწვალებს ამათ, რაღაც ამდაგარი ისე. ანუ უცნაური ფორმები შეიძლება მიიღოს. ეს რო გადავიტანოთ ადამიანზე და ღმერთთან მიმართებაში, ზუსტად იგივენაირად ხანდახან ღმერთი ისეთ ადამიანს, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია ღმერთს მიემს, უფრო მეტი განსაცდელი. აი მაგალითად პავლე მოციქული თვითონ წერს სიყვარული რა არის. და ფაქტობრივად ისეთ სულიერ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მე-13-მდე იყო, ხო, ამას თვითონ აღწერს და ამ დროს ყველაზე მეტი განსაცდელები მას აქვს. და ადამიანური საზომით ერთ-ერთი ახლა გამახსენდა კორინთოს ეკლესიაში, მის ეპისტოლეში წარმოდგენა იყო ასეთი, რომ თუ შენ წარმატებულად ან კარგი ქრისტიანი ხარ, ბევრ სიკეთეს აკეთებ შინაგან, შენი ეს უნდა განისაზღვროს ინდიკატორი, საზომი უნდა იყოს ის, რომ შენ ცხოვრებაში ყველაფერი მოგვარებული გაქვს. დღესაც ხარ ესეთი მიდგომა ეკლესიასთან დაკავშირებით, რომ თუ შენ ეკლესიურად ცხოვრობ და მოინანიებ ცოდვებს, რაღაც პრობლემები მოგიგვარდება. ხანდახან ესეც ხდება, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე, ესეც პედაგოგიური აღმზრდელობით ღმერთი ამებს უშვებს, რომ შენ უფრო მაღალ საფეხურზე ახვიდე. მაგრამ პავლე მოციქული მაგალითია, რომ ღვთისნების აღმასრულებელია, მაგრამ ყველაზე მეტი განსაცდელები აქვს თუ კი კორინთოში ვინმე იყო ეკლესიაში და ვისაც წარმოედგინა რომ ახლა მე კარგად ვცხოვრობ და წარმატებულად მაქვს ყველაფერი და მშვიდობა მაქვს ოჯახში ასე ვთქვათ და სამსახურში და ასე შემდეგ და მდიდარი ვარ და ასე იმიტომ რომ კარგი ქრისტიანი პავლე მოციქული საერთოდ ამოატრიალებს ამ წარმოდგენას ისევე როგორც ახლა ამ თემასთან კავშირში არ არის მაგრამ ძალიან აქტუალური თემა არის რომ სტოიკოსების გავლენა იყო კორინთოში რადგან ბევრი ბერძენი ცხოვრობდა და ბევრ პირველ საუკუნეში ხალხში გავრცელდა ესეთი სწავლება რომ თავარია შენ ესე სიქველე გაგაჩნდეს კეთილი იყო კარგი შინაგანი სარწმუნოება და ფიზიკური ცოდვები რასაც იქ გავრცელებული იყო სიძვა სხვადასხვა ეს უბრალოდ სხეულის მოთხოვნილებაა და ცოდვად არ მიიჩნეოდა და აი აქაც პავლე მოციქულს ახალი საერთოდ ამოატრიალებს მას წარმოდგენას ამ ადამიანის სხეულთან დაკავშირებით და ამბობს რომ თქვენ ხართ ტაძარი ღვთისა ჩვენ ვართ ასონი ქრისტესნის სხვაგან ამბობს რომ ქრისტე თუ აღდგა ჩვენ საღდგებით აქვე ამბობს ამ ეპისტოლეში რომ ჩვენ საღდგებით ანუ ჩვენ თანამონაწილეები ვართ არა მარტო იმაში რომ ღმერთი სულიწმინდა უნდა იყოს ჩვენ სხეულშიც არამედ ამბობს რომ ჩვენს როგორც ქრისტე აღდგა და კაცის ბუნება აღადგინა ჩვენც ისევე აღდგებით კაცობრიობ ანუ მაშინ ესქატოლოგიაშიც მეორედ მოსვლის შემდეგაც უნდა აღდგეთ ყველაფერს უკავშირებს რომ შენ წმინდა უნდა იყო არა მარტო სულით არამედ სხეულითაც ანუ ახალი სწავლება შემოაქვს ანთროპოლოგიურ და სიყვარულთან დაკავშირებით ისე კლარო დაუყრეთ პავლე მოციქულის სიტყვებია რომ
სიყვარული არ ეძებს თავისას, ანუ აბსოლუტურად ეგოიზმისგან დაცლილია. აი, წარმოიდი რა რთულია რომ ადამიანი ეგოიზმისგან დაიცალ, რომ სიყვარული ანუ ჩვენ ამას საუბრობთ როგორც ცნების შესახებ, მაგრამ აქამდე მისულები არ მე პირადად ძალიან შორს ვარ აქეთ, უბრალოდ გონებით სიტყვით რაც წამიკითხავს ამ ხვდები, მაგრამ ხვდები რომ ძალიან შორს ვარ და ძალიან შორს ვარ ამას ჩემ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვხედავ ხოლმე. აი ხანდახან ვიცი რომ ისეთ რაღაცაზე შეიძლება გაუბრაზდე მომენტალურად რომ ხვდები რომ ძალიან შორს ვარ იმ სათნოებისგან, რასაც გონებით შეიძლება მიმხდარვა როდესაც. კიდე ეს მომენტია რომ გაადვილება ალბათ ამ ასეთი ამ გზაზე სიარულის არის რომ თანდათანობით რაღაცნაირად ფასეულობების სისტემა საკუთარ თავში სიტყვებით ფასეულობის სისტემა ანუ სხვა უფრო აი რაც პლატონის იდეა რო არის რომ შეიყვარე უხილავი ის არ გაგაწპილებს აი რაღაცა ეს ქრისტიანობაში ხო გადმოვიდა რომ იქ დააგროვეთ საუნჯე სადაც ვერავინ ვერ მოგპარავს ანუ რაღაცები გახაზე შენ თავში რომ შეიძლება დაუშვათ აი ეს სიმდიდრე და ეს მომხვეჭელობა არ იყოს სახარბიელო და ამის გამო არის რომ მტრობაში ხარ სხვასთან, იმიტომ რომ ისიც მომხვეჭელია, შენც მომხვეჭელი ხარ და თუ დაძლევ შენ ამას, მაშინ შენს გულში ამ სიხარბეს, მაშინ შეიძლება აღარ იყო ისეთ მტრობაში იმ ადამიანთან. იმიტომ ხართ მტრობაში, რომ ორივეს რაღაც ერთი ისფასელობა გინდათ, რაც არ გაიყოფა. მაგრამ თუ დაუშვათ მე იქნები რაღაცა დაინტერესებული ისეთ საგნებით, რაც არ არის გასაყოფი, პირიქით მოგინდება სხვას გაუნაწილო ეს და არაფერი არ დაკარგო ამით. რაცა გასცემ შენია, რაც არ დაკარგულია, ხო რა? მაშინ შეიძლება ის გადალახო შენში ეს დაუკებელი მტრობა და ესეთი რაღაცები, ან მიჯაჭულობა რაღაცა წარმავალ მიწიერ რაღაც ფასეულობებზე შეიძლება იყოს ის ნიადაგი, რის გამოც მტრობაში შეიძლება ვარდებოდეს სხვა ადამიანებთან და იმიტომ რომ ყველას ის უნდა რაც არ იყოფა. კონკურენციაში ხდები და თუ შენ რაღაცნაირად უფრო სხვა ინტერესი გაგიჩნდება და შეატოვებ ასე თქვა იმას სხვას, მაშინ შეიძლება უფრო გაგიადვილდეს გადალახვა საკუთარ თავში მტრობის. ეს გავსია იმის ჩინურ ფილოსოფიად მაგალითად დაოიზმში რომ ინი და იანი ხო, რბილი და მაგარიან სინათლე და სიბნელე, ნებისმიერ იმაზე შეიძლება გადავიტანოთ ერთმანეთს რაც ავსებს და პირიქით კი არ ეჯახება რომ პირიქით ავსებს ერთმანეთს. ხო, მაგალითად არ ვიცი რაღაცა ნივთი გვინდა, ერთი შენ წავიღო, მე წავიღო, მაგრამ მე რომ განვითარო დავუშვათ სხვა რაღაცის იყო, არ ვიცი, ბახის მუსიკა გიყვარს და კაი წაიღეს ნივთი მოუსმენი ის მაგ რაღაცა იმას მოусვენ. რაღაც ამდაგვარი ანუ ის ფასელები განვითარო საკუთარ თავში, რაც არ არის დამოკიდებული ვიღაცის მიერ წართმევაზე, ვიღაცასთან კონკურენციაში, მიდი გამდიდრდი ამ თვისებებით რაღაცა, ვინ წაგართმევს რომ ზოგადად მე ვფიქრობ რომ აი ხე რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ეს მოქმედებები. და პირიქით და კიდე ერთ მომენტია რომ თუ ეს ფასეულობები მართლა შეიყვარე, მე შენ რაღაცნაირად აი სურვილით შეიძლება გაგიჩნდეს რომ სხვაც შემოიყვანო ამ სამყაროში და სხვას გაუზიარო ეს რაღაცნაირად. დიახ, როცა თუმცა მე ვფიქრობ რომ ესეც აი რასაც ჩვენ წეღან ადამიანური უწოდეთ ხო, აი მაგრამ მიმტევრებელობა ეს ანუ ღმერთის თითქოს საფრთხო მადლის გარეშეც ადამიანში დევს ეს იმიტომ რომ ადამიანი ღვთისხატებაა და ადამიანის გონება ისე ხდება რაღაცეებს ხო რა არის სიკეთე რა არის მიტევება და ასე მაგრამ სრულყოფილად ვერ ამ სრულყოფილებაში ვერ გამართობელ მდგომარეობაში ვერ გადადის მაგრამ იუსტინე ფილოსოფოსი წერს აი თქვენ ახსენეთ წეგა რომ აი ეს ფილოსოფია მე უფრო სრულყოფილი გახდა ამ ქრისტიანობაში ხო რაღაც გადმოვიდა ბევრი რაღაცა იუსტინე ფილოსოფოსი ან იუსტინე მარტვილი ფილოსოფოსიც ხო ესე უწოდებთ წერს რადგან ის ძალიან განსწავლული იყო ასე ვთქვათ წარმართულ ცოდნაში და რელიგიებში და ფილოსოფიაში მათ შორის წერს ესეთ რაღაცას რომ ახალ აღთქმაში კი გამოცხადებითი გვაქვს ჩვენ ღვთისაგან გამოცხადებითი რელიგია არის და მოძღვრება მაგრამ ძველ აღთქმაშიც და წარმართებშიც ანუ სულიწმინდა საზღვარი არის შეიძლება ამ გაგებით ვთქვათ იქაც თუ რამე კარგია და ბევრი ყველა მოძღვრებაშია კარგი და ყველა ფილოსოფიაშია კარგი და დადებითი ხო შეიძლება სრულყოფილი არ არის როგორც ღვთის გამოცხადება მაგრამ კარგი იქაც ის ჭეშმარიტების თესლები რაც არის იუსტინე ფილოსოფოს სიტყვებია ეს ღვთის მიერ არის ჩადებული და პირდაპირ ამბობს ძეგმერც ამბობს ამ შემთხვევაში რომ ძეგმერზე საუბრობს და იმიტომ ვასილი დიდიც თქვენ ვახსენეთ პირველი შეიძლება ითქვას პირველი განმარტებელია ჩემი აზრით წარმართული ეს თვითონ ხო ასე უწოდებს როგორ უნდა იკითხოს ქრისტიანმა ახალგაზრდამ და წარმართული ლიტერატურა იმიტომ რომ იქ წარმართულს იმიტომ უწოდებს რომ იქ ხანდახან ღმერთების ისტორია მითოლოგია და იქ რო დაინახო სათნოებები და პირველი ვინც წარმართულ ლიტერატურაში ქრისტიანულ სათნოებებს ხედავს კარგი რა უნდა გადმოიღო ჰომეროსზე ამბობს რომ ჩემ ახლობელმა მითხრა ჰომეროსთან რაც არის დაწერილი ყველაფერი ადამიანის ღირსების შესახებ არის სათნოების შესახებ და სათნოება
სიტყვების წყარო არის ღმერთი იმ წარმართისთვის წერლისთვისაც ის რომ ხვდება რაღაცას რომ ეს ღვთიურია და ეს და ამაზე ლაპარაკობს ეს ღვთის შთაგონებით აქვს ამაზე ლაპარაკი მართლა რო ნახო ილია და ოდისეა ყველგან არის ეს ღვთიური პერსპექტივა და ადამიანური პერსპექტივა გადალახე ადამიანური პერსპექტივა რომ ღვთიური პერსპექტივით დაინახო აქილევსი გაბრაზებული აგამემნონზე იმიტომ რომ სამართლიანიც გაბრაზებულია მაგრამ თითქოს ასრულებს ბიბლიურ სიტყვას რომ გულისწყრომა კაცის გულისწყრომა ღვთის სამართალი არ ქნას კი ადამიანური სამართალით მართალი იქნება აქილევსი რომ მოკლას ეს აგამემნონი იმიტომ რომ როგორი ბოროტება ჩაიდინა აგამემნონმა და ართმევს მას ქალს და რაცა შეურაცხყოფს ყველას თვალწინ და რას მაგრამ ათენა გამოეცხადება ღვთიური პერსპექტივა ჩავთვალო და უნდა მართალი ხარ აქილევს ის ტყუანია შენთან დამოკიდებულებაში მაგრამ არ უნდა გააკეთო შენ ეს არ უნდა აყვა ემოციას კი ბატონო სიტყვით რაც კიდე ის უთხარი მაგრამ ჩააგე მახვილი არ უნდა გააკეთო ის გადამეტება იქნება მიდან აგან არაფერი ზედმეტი ბერძნებთან იყო ხო ანუ არაფერი ზედმეტი რითმა გააკონტროლო რაღაცა სხვა პერსპექტივა აიღო ვიდრე შენი ვნება არის ამიტომ სხვა პერსპექტივა ღვთიური პერსპექტივა არის იგივე აქილევსის და პრიამოსის ბოლოში შეხვედრა არის ძალიან აი ლამის უახლოვდება ქრისტიანულ იდეას იმიტომ რომ ყველაზე დიდი მტრები არიან ერთმანეთის იქ ჰექტორი ყველაზე მეტად ზულს აქილევს იქამდე ზულს რომ დასაფლავებასაც არ აღირსებს და ათრევს რაღაც აი შეურაცხყოფს ხედარსაც კი ის იმდენად განიცადა რომ პატროკლე მოუკლა თავისი უახლოესი მეგობარი და პრიამოსი რომ მიდის მასთან და ხედავს პრიამოს და ხვდება რომ ეს არასწორი არის რასაც აკეთებს არათუ არ უნდა ათრიოს ეს ჰექტორი ასე თანაგზნობაც კი გაუჩნდება ჰექტორის მაგრამ თვითონ იწყებს მის დასაფლავებას გაწმენს მის ხედარს გააპატიოსნებს და დადებს ამ ურემზე რომ წაიღოს მერე პრიამოსს და პრიამოს მერე უყურებს როგორც თავის მამას პელევსი გაახსენება მამის რომ ეხა პრიამოს არ დაუბრუნდა თავისი შვილი ჰექტორი და მეც ხო გზნობ რომ არ დაუბრუნდები მამაჩემს და აი როგორც მამაჩემი განიცდის როგორც მამაჩემს და რაც მამაჩემს დაემართება თორსა მე აღარ ჩაუვალ ამას არ განიცდის პრიამოს და პრიამოს უყურებს როგორც პელევს მამის და მამაშვილურად უყურებენ უკვე ერთმანეთს ეს პრიამოსი აქილევს და აქილევსი პრიამოს აი ბოლო სიმღერა რო არის ილიადის ასეთი სადაც მთავარი ის კი არ ყოფილა თურმე ტროადნეს დაანგრევენ ბერძნები თუ არ დაანგრევენ ელენეს დაიბრუნებენ თუ არ დაიბრუნებენ აი ეს პერსპექტივა შეუცვალა მტერზე რომ აღარ იმას ვისაც ასე სიზულით უყურებდე შემიძლია შევხედო უკვე ღვთიური პერსპექტივით რა სხვა თვალით დავინახო აი ამაზეა და განახებს მე კონტრასტ რომ ეს ჰეკაბე ამის ცოლი ამ პრიამოსის იმის და მიუხედავად რომ აქილევსმა დაუბრუნა შვილის ხედარი და ასე პატივისცემი მოეყრა მამის პრიამოს და ყველაფერი მაინც ბოლომდე ბოღმით არის და ერთი აქილევსის გული ამომაგლეჟინა და რაღაცას ამბობს მაინც აი არ ხედავს ისე ადამიანურ პერსპექტივაზე ხდება და პრიამოსი ის ღვთიური ხდება აქილევსიც ღვთიური ხდება თქოს აი განახებს ჰომეროსი ამითი რომ არსებობს აი რაღაცა დიდი სამყაროსეული ხედვები რაზეც უნდა გადახვიდე რომ ადეკვატური იყო ასე ვთქვა და ძალიან ახლოს არის ხა აქ არ არის რა მტრის სიყვარული ლამის ეკამდე მიდის მაგრამ ნუ ბიბლიაში რაც ცნების სახით გეძლევა იქ ჩანაფიქრები ამაზე უკვე ძველ ლიტერატურაშიც კი არის არაბიბლიურ ლიტერატურაშიც კი იყო და ამიტომ რომ ეს ყველაფერი არის ადამიანური რომელმა ერთ-ერთმა წმინდანმა თქვა რა ადამიანის სულიო ბუნებრივად ქრისტიანი არისო ნებისმიერ ადამიანის სული ტერტულიანის სიტყვებია თუ სწორედ მახსოვს წმინდანად არ არის შერაცხული მისი პოლონე ყველას ესმის რა არის სიკეთე აი ამიტომ ქრისტიანობაში ეგ არ არის რომ ბუნებით ქრისტიანია ყველა ადამიანი როდის მიხვდებიან რომ წარმართებიო რომ ქრისტიანობაზე უნდა მოექცენო როცა ნახავენ რა როგორი ცხოვრობთო ერთმანეთთან როგორი დამკვიდრებაში რომ მიხვდება რომ იქ არის ღმერთიო და მოვაო ამიტომ წარმართის სულშიც არის ის სიმები და ორგანო ასე ვთქვათ თუ კრიტერიუმები რითიც მას შეუძლია გაიგოს კეთილი და მოექცეს სიკეთეზე ანუ ზოგად კაცობრიული არის ალბათ ჩვენ რამდენიმე წუთი დაგვრჩა და კვლავ ესე ამით რომ დავამთავროთ ფიქრობ პავლე მოციქულის სიტყვებით რადგან პავლე მოციქული რომ ბრძანებს ესეთ სიტყვებს რომ არად შერაცხის ბოროტის სიყვარულმა და მანამდე პირველი სიტყვები ესეთია რომ რაც არ უნდა სათნოებები მქონდეს აი ენებზე ლაპარაკი გავრცელებული იყო პირველ საუკუნეში რომ მადლი გადმოდიოდა და ადამიანები ენებზე ლაპარაკებდნენ ქადაგებდნენ სხვადასხვა ნიჭები ქონდათ ხო ყველას ღვთიური ნიჭები თან არა რაღაცა ისეთი რომ მე რაღაცა იმის ნიჭი მაქვს სპორტის ან ღვთიური ნიჭები ქონდათ გადმოსული მაგრამ ამ ნიჭებს არაფრად თვლის თუ სიყვარული არ გაგაჩნია საოცარი
ეპისტოლე არის და პავლე მოციქული იოანე ოქროპირი გამარტავს, რომ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს ნიჭები რაიმეთი რაღაცა კნინდება პავლე მოციქულის მიერ, არამედ სიყვარული რომ უყველაზე აღმატებულია და ამის გარეშე ესენი არაფრად აღარ ამას ამბობს პავლე მოციქული და მე თვითონ შემდეგ მუხლებში არ ნათქვამი უკვე თვითონ გამარტავს, რას ნიშნავს, რომ როგორი არის ესეთი სიყვარული, ანუ საღვთო სიყვარული არ შორს თავისთვის, ანუ ეგოისტურად არ უყურებს ადამიანს და არ ეძებს თავისას, არამედ სხვისთვის უკეთეს ფიქრობს, არად შერაცხის ბოროტი ეს არის, რომ მის მიერ ჩადენილ ბოროტებას შურს არ იძიებს. შეიძლება ჩვენი ინტერპრეტაცია გავაკეთოთ და ბოლოს იტყვები, რომ ჩვენ თუნდაც ეს სიყვარული არ არის ხედავს ბოროტებაში, ის არ დაიყვანება ის ადამიანი იმ ბოროტქმედებაზე, რაც გააკეთა, მეტია ვიდრე ეს არის. აი ეს საოცარი სიტყვებია და ბოლოში რომ ჩვენ ხედავთ როგორც სარკეში, ანუ ეს როგორც ანარეკს ისე ხედავთ ამას, რომ ბოლომდე ჩვენ ამ სიყვარულში ამიტომ რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ სიყვარული რომ შენ გაგაჩ, ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე სასუფეველში ხარ. ანუ შენ ღმერთში ხარ, ღმერთთან ხარ, იმიტომ რომ ღმერთია თავად სიყვარული და ეს არის მდგომარეობა სიყვარულისო. მაგრამ ჩვენ ჯერ ამას როგორც სარკეში ისე უყურებთო და აი მე როცა იქ ვიქნებით, მე დავინახოთ პირდაპირ. ამას შეიძლება შევადაროთ აი ძველი აღთქმის ადამიანი ქრისტეს ახალ აღთქმას ხედავდა როგორც რაღაცა წინასწარმეტყველებას, მაგრამ ბოლომდე ვერაცნობიერებდა და რო აღსრულდა მე ხდება კაცობრიობა. ეს წამიკითხავს, რომ ეს ასული საწამიკითხავს არის, ეს წამიკითხავს აი მარჯვენა ნავაზაკიო მაშინ მოექცა, როდესაც გაიგო, რომ ის თავის მკვლელებს სადისტურად კლავდნენ და ის ამ მკვლელებს სიკეთეს უზურავდა და ლოცავდა და ითხოვდა, რომ არ დაისაჯონ და აი მარჯვენა ნავაზაკი მაშინ მიხვდაო, რომ ეს ჩვენ და ეს კიდე აი მესია ეს უნდა იყოს, იმიტომ რომ ამაზე კარგი ხო ვერ იქნება, რა უნდა იყოს მესია რა გაგვაბატონოს მთელ კაცობრიობაზე და დიდი სამეფო ქონდა ძლიერი ასეთი მეფე მაინც ეგეთი ვერ იქნება დაუშვებ რომ აპატიოს მკვლელებს ასე თვითონ მკვლელობის მომენტში და ესე იგი ეს უნდა იყოს მესიაო და ამბობს რომ მომიხსენეო ანუ ის მისიას ქმედება იყო მიზეზი და დღეს იქნები ჩემთან სასუფეველში კი ნიშნავს რომ თუ შენ ეს გესმის და გაითავისე ესე იგი ესაა სასუფეველში უკვე ეს ალბათ კულმინაცია იყო იმ ავაზაკის მდგომარეობა იმიტომ რომ მანამდე მე მგონია რომ მანამდე ძალიან დიდი გზა უნდა ქონოდა გავლილი შინაგანად ხომსადებული იმიტომ რომ მეორე ავაზაკი საერთოდ ვერ იყო ხო თუმცა ეგეც არ ვიცი მეორე ავაზაკმა ამარო საყვედური უთხრა მეორე ავაზაკს ის არ ვიცი მაგრამ მეორე ავაზაკმა მიიღო ესა და ისიც გადარჩა ასე ვთქვათ და ერთი ალბათ ქრისტიანული ლიტერატურის პირველი სადაც ტრფიალება ანუ სიყვარული ეწოდა ქრისტეს ნუ ახალ აღთქმას არ გულისხმობ არის ეგნატე ღმერთშემოსილი რომ ჩემი ტრფიალება ჯვარცმულია და აი საოცარი სიტყვებია ხო ესე რო გესმოდეს რომ შენთვის ჯვარცმული ქრისტე არის სიყვარულის ნიმუშიც მისაბაც და იმდენად დიდი ნიმუში რომ შენ მზად ხარ მისთვის სიხარულით შენც იგივე გზა გაიარო რასაც ეგნატე ღმერთშემოსილი ხო მაგას ვკითხულობ ეგნატე სამწერი რომელთაც მეწერს ნუ ახლა ჩვეულებრივი გოგონებისთვის სიგიჟე ჩანს მაგრამ თან ხედავ რომ ეს ღვთიური სიგიჟე არის ხო ანუ მე ვფიქრობ ესეთ მდგომარეობას მახსენს აი თქვენ გახსოვთ აბოთფილერის წამებაში რომ როდესაც მიყავთ რომ ტანზე რომ შემოაძარცვა სამოს და საკუთარ თავს უკითხავს ფსალმოს, რომელიც მიცვალებულს ეკითხება. ანუ საკუთარ თავს წევს უგებს, შეიძლება ესეთი გავაკეთოთ. ფაქტიურად ის სულიერად, ანუ უკვე იქ არის. ანუ ეს უკვე გადალახული აქვს მას. შიშიც ყველაფერი სიყვარულის გამო. რა თქმა უნდა, ადამიანურ შიში ადამიანში ეს ბუნებრივად არის, ამას ემოციები და ჰორმონები წარმოშობს სხეულის შეშინია სიკვდილის, მაგრამ იმდენად დიდი სარწმუნოება და სიყვარული ეს გადალახული აქვს, ისევე როგორც ეგნატე ღმერთშემოსლის, რომ ნუღა შეუშლითო ხელს იცის, რომ რომში ვიღაც დიდებული ვიყავს, რომელიც შეიძლება შეაჩერონ მისი მოწამეობა და ეუბნებს ნუ შეუშლით ხელს, რომ ისეთ მდგომარეობაში ვარ, მე ამას ვეტრფე. მე რო გითხულობ ამას, ჩემთვის ხო, ადამიანური ვერ ვიღებ, მესმის რომ ძალიან დიდია და სასწაული დიდია რაღაცა ხდება, მაგრამ ხა ჩვეულებრივი მდგომარეობისთვის რა თქმა უნდა გინდა რომ უსამართლოდ გჟია რაღაცა გინდა გადარჩერო და ბუნებრივად ის არის. ალბათ იმიტომ არის წმინდა ხო დამოწმებას ნიშნავს მოწამე პირდაპირ ამოწმებს ქრისტეს გზას ხო ანუ ის დაამოწმა რაც ქრისტემ აღასრულა. ჩემი მტრები იქნებიდო თუ მიშვამდგომლებ სენატორებთან და გადამარჩენთო და პირიქით მეგობრები იქნებიდო თუ არ შეუშლით ხელს რომ ლომებთან ჩამაგდონო და ეს და ცოტა ისე რომ შეხედო კაცობრიობის ფანატიზმი მოგეჩვენოს ცოტათი მაგრამ რო არ უშლი ხელს ანუ არ გაურბ, მაგრამ ალბათ ეს ისეთი მდგომარეობაში იყო, მან საღვთო განგებითაც იცოდა, რომ ეს იყო ყველაზე საუკეთესო მომენტი, რომ ის ყველაზე ახლოს იყო ღმერთთან იმ მომენტში.
თქოს აი მომენტში ვარ მომზადებული და მე ასე მომზადება აღარ მექნებაო და უარეს საქმეს გამიკეთებ. ეს ხო განისტიდა ამას. ასე ვთქვათ, ფორმულურად ხედავ რაც არის, მაგრამ იფიქრო ეს რეალურად ხდება და ნამდვილი ადამიანია და ეს ავთენტური წერილია და ამას და მართლა მოხდა რაც დაწერა, ასე და შემაშინებელია რა კითხო. ამიტომ ეს ეროსიც საინტერესო შემოიტანა და მე ეს დიონისე აროპაგელმა ფსევდოდიონისემ შემოიტანა ეს ეროსის სიტყვა და საინტერესო ნიუანსი შეძინა ამითი ქრისტიანობას, რომ გარკვეული ნოსტალგია და მონატრება ღმერთის, აი ეროსი მტრფიალება ღმერთის მიმართ. მისწრაფება ხო, მაგრამ მისწრაფება ხო, რაღაც აი ტოლვა ღვთის მიმართ რაღაცა, როგორც აი თქოს აი ამის მაგალითი მე ის იყო ხო ქებაქებათაში რო არის იქ ქებაქებათაში აღწერილია სასიხარულო ისტორია გოგოს და ბიჭის, მაგრამ ეგ არის თქოს მე სიმბოლურად განმარტავენ რომ აი სულის მონატრება ღმერთის. ან ღვთის სიყვარული ეკლესიის მიმართ და ესეთი უფრო ამაღლებულ თემაში არის. დიახ, ეს ისე ზოგადად ეს სიმბოლური განმარტებები ადამიანს ხანდახან ძალიან შეიძლება განცდა გაუშვდეს თუ აი ძალიან ახლოს არიცნობს ამ ეგზეგეტიკას ან განმარტებას ბიბლიის შეიძლება თავიდან ისეთ განცდა გაუშვდეს ცოტა გადამეტებულად თითქოს ძირით რაღაცა ის სკოლა და მიმართული ყველაფერში რაღაც სიმბოლოებს ხედავ, მაგრამ მე რაც უფრო ახლოს ეცნობა ადამიანი ხვდება რომ მართლა ასე არის, ანუ ხანდახან ძველი აღთმის წიგნები განსაკუთრებით იმდენად დაფარული არის. აი ხდება ხან იმდენად ყველა წინასწარმეტყველებების მოქმედებებში წინასწარმეტყველება ახალ აღთმაზე ხოლმე. და აი თავში რო ვახსენეთ რომ იონას მაცხოვარი პირველი განმარტებელი წინასწარმეტყველთა საწინასწარმეტყველო წიგნის არის თვითონ მაცხოვარი არის რომ იონას სასწაულს მეც არიხილავთ და მამები განმარტავენ რომ ამას იმიტომ აბოს რომ 3 დღე რომ მუცელში იყო იონა მესამე დღეს ქრისტეც უნდა აღმდგარიყო და 3 დღე უნდა ყოფილიყო საფლავში ეს იყო ამის წინასახელოდ პირველი ამის განმარტებელი ეს სიმბოლური სახით არის თვითონ იესო ქრისტე მაცხოვარი და საინტერესოა ბევრი საბადი ნიუანსები დაუშვათ იგივე ახანაც ბიბლიაში ხო ეროსი ხო ტრფიალებას ნიშნავს და ქალის და კაცის შეყვარებასაც ნიშნავს აი შეყვარების მომენტი რომ ესეც მნიშვნელოვანია თუმცა ბიბლიაში ამაზე ასე გამახვილებული ყურადღება არ არის ამ შეყვარების მომენტზე მაგრამ შემდგომ კაცობრიობის ისტორიაში ლიტერატურაშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება და და საერთოდ ამ ტერმინმა უკვე საეკლესიო დანიშნულებით შინაარსობრივი ცვლილება განის ანუ სხვა აზრით იხმარება უკვე მას შემდეგ რაც ეგნატე ღმერთის შემოიტანა და შემდეგში თქვენ მანამდე არის არეოპაგეტიკაში რაც არის ნახსენები თუმცა აი ეს გულწრფელი შეყვარება რაც არის გულწრფელი შეყვარება ბავშვად დარიელს რომ ნესტანი შეუყვარდა რაღაცა შეყვარება შემიყვარდა ეს და არა სხვა ამასაც თავისი სიღრმე მიეცა მე იმიტომ რომ მანამდე მაინც არისო გაგებული ეს რომ ეს მნიშვნელოვანია დავუშვათ ქორწილისთვის ქორწილი იყო უფრო სოციალური აქტი რაღაცა ისეთი პოლიტიკური აქტი სოციალური აქტი არავინ არ გეკითხებოდა გიყვარს არ გიყვარს ისიც კი აი გლეხი მოიყვანა თუ არა ცოლად შეიძლება ფეოდალზე თქვა ამას მოიყვანა ცოლად და აი ეიძულებინა ეს გლეხი ის მოიყვანა ცოლად ვინც ფეოდალს უნდა მოიყვანა თვითონ ის რომ შემიყვარდა და გულწრფელად ეს მიყვარდა ამასთან მინდა ცხოვრება გავატარო ეს არისო ასე ვთქვათ ხაზგასმული კატეგორია და შემდგომში კაცობრიობაში იგივე რუსთაველთან ეს ამის ხაზგასმა ხდება და მერეც ამის ხაზგასმა ხდება უკვე ქორწილის ნაწილი ხდება ის რომ გულწრფელად უნდა გიყვარდეს ადამიანი ან გაბრიელ ეპისკოპოსი წერს რომ ის ქორწილია სწორი ქორწილი როცა გულწრფელად უყვართო გოგობიც ერთმანეთიო რა არა გარიგებით და არა იმით ძალდატანებითან რაღაცა ეს ეფხისტყაოსანის ფაბულაც ანუ შინაარსიც რაღაც თითქოს საღვთო ისტორიას გავს ან იქ ხوارი შეწოდება სიყვარული მე შეწოდება დაკარგვა მე ამის გამოსყიდვა ხდება განსასწრებით 10 წელი განსასწრებით და ბოლოს ქორწილი ან ქორწილი ხო მეორედ მოსვლა ხო იგავებში სულ ქორწილად არის ნახსენები სიმბოლურად ხო 8 დღე რო ქორწილია 8 დღეც ხო სიმბოლური მარადიულობას ნიშნავს და მარადი ხო მეორედ მოსვლის სიმბოლო რა არის ზოგადად სიმბოლო მეორედ მოსვლა მარადიული ყოფობის თუმცა ყველა მამასთან ესე არის მართლა ხო ამიტომ ფრიდონისა ხინი იყო უსაზომო დღეს არ ვასა ან მე ვფიქრობ რომ რა საგანგებოდ რომ ყველა მამასთან
პირველი 8 საუკუნის სადმე რვიანი ციფრი ან სადმე იგავში ენახსენები, ყველგან რვიანი სიმბოლურად განასახიერებს მარადილ მყოფნას და მეორედ მოსვლას, სასუფეველს და მეორედ მოსვლას. თუმცა რუსთაველი ამბობს, მიწიერი მიჯნურობაც ფასეული არის, ისიც ბაზას. ამ ქვეყნიური სახეა სასუფეველის, ყველგან ესე გამართება. ამ ქვეყნის სახეა სასუფეველის, მაგრამ მარტო, როგორ თქვა, მარტო სიმბოლო არ არის, ის რეალური ქორწილით სრულდება, რეალური ბედნიერებაა და ეს მიწიერი ბედნიერებაც ამიტომ არის შედარება. ხო, აღარა ბედიც და გამარჯობა ღმერთსა უნდეს მოსაკუთრების. ისეთი განცდა გაქვს, რომ იმიტომ არ აძლევს ღმერთი ბედნიერებას 10 წლის მანძილზე, იმიტომ ჯერ ვერ დაიტევენ ამ ვერ შეირგებენ ამას, სანამ რაღაცა ეს ცუდი აქვს რაღაცა ჩადენილი. ანუ ამ ბედნიერებას შერგება მაშინა გაქვს, როცა რაღაც ღირსი ხარ ეს მიიღო და ბედნიერებაზე მაღლა მაინც აყენებენ ეს გმირები აი ამ თავგანწირულ ქრისტიანულ სიყვარულს, რომ აი დათმო ყველაფერი თავისი პირად ბედნიერებას კი დათმო და სიცოცხლე დათმო, მაგრამ მეგობარს დაეხმარო, არ ეძებს თავისას აქვს წინ გამოტანილი ამ რუსთაველს და მაგრამ თუ არ ეძებ თავისას და მოყაზე ისე ფიქრობ რომ ყველაფერი შენსაცირა, მაშინ შეირგებ იმ შენ პირად ბედნიერებასაც. აი ეგეთი სამწუხაროდ დროა მოიწურა. მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის, ძალიან საინტერესო იყო საუბარი და კიდე გაგრძელებოდ შეიძლებოდა, მაგრამ დროა მოიწურა და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა ფილოლოგიის დოქტორი ლევან გეგინეიშვილი, დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.